ეროვნულმა ბანკმა 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6.9%-მდე გაზარდა. მარეგულირებელი თებერვალში მთლიანი შიდა პროდუქტის 5%-იან ზრდას ელოდება, თუმცა როგორც სების ანგარიშია აღნიშნული, პროგნოზის ცვლილება წლის პირველ კვარტალში ძლიერი ეკონომიკური ზრდითაა განპირობებული. ეროვნულ ბანკამდე ქვეყნის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გააუმჯობესა გალთენთ აგარტმა და TBC კაპიტალმაც. რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაცია საქრძე მზადაა რითეილ ასოციაციის საოჯახო კალათის შექმნის ინიციატივას შეუერთდეს პროექტი, რომელიც ფასების კომისიის მუშაობისა და რეკომენდაციების საფუძველზე მომზადდა პირველადი მოხმარების პროდუქტებზე სპეციალური საფასო პოლიტიკის შემუშავებას და მომხმარებლებისთვის ფასდაკლებების შეთავაზებას გულისხმობს. საქრძეში განმარტავენ, რომ დარგისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია მომხმარებლისთვის მაღალი ხარისხის პროდუქციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და მსგავსი ინიციატივები სასარგებლო იქნება მომხმარებლისთვის, თუმცა ამავდროულად მათი ეფექტიანი განხორციელება დამოკიდებულია ყველა მხარის, მათ შორის რითეილ სექტორის აქტიურ მონაწილეობასა და პასუხისმგებლობების გადანაწილებაზე. ასოციაცია აცხადებს, რომ მზადაა პრაქტიკული შედეგის მისაღებად ითანამშრომლოს შესაბამის საჯარო და კერძო სექტორის ყველა დაინტერესებულ მხარესთან. საქართველოში გაცემული მართვის მოწმობების რაოდენობა გაიზარდა 2026 წლის პირველ კვარტალში ქვეყანაში მართვის მოწმობის აღება 7383-მა პირმა შეძლო, რაც 1235-ით მეტია ვიდრე 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში. ყველაზე დიდი რაოდენობით მართვის მოწმობა ტრადიციულად დედაქალაქში გაიცა, მეორე პოზიციაზეა ქვემო ქართლი, მესამეზე კი იმერეთი. აღსანიშნავია, რომ იმ მამაკაცების რაოდენობა, რომლებმაც 2026 წლის პირველ კვარტალში მართვის მოწმობა აიღეს, თითქმის ორჯერ აღემატება ქალების რაოდენობას, თუმცა ყველაზე ხანდაზმული ადამიანი, რომელმაც საანგარიშო პერიოდში მართვის მოწმობა მოიპოვა, 73 წლის ქალბატონია. იაპონური ავტოგიგანტი Toyota ირანში მიმდინარე ომის ფონზე მიმდინარე ფინანსურ წელს 4 მილიარდ 300 მილიონი დოლარის ზარალს პროგნოზირებს. გლობალური კომპანიის განცხადება ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გაფრთხილებაა კონფლიქტის უარყოფით გავლენასთან დაკავშირებით. მსოფლიოს უმსხვილესი ავტომწარმოებლის კვარტალური მოგება თითქმის 50%-ით შემცირდა და ელის, რომ წლის ბოლოსთვის მოგება 1/5-ით შემცირდება, რადგან ომის შედეგად გაზრდილი ხარჯები აჭარბებს ჰიბრიდულ ავტომობილებზე არსებულ მზარდ მოთხოვნას. Toyota-ში ამბობენ, რომ ზარალის ძირითადი ნაწილი მასალების გაძვირებაზე მოდის, დანარჩენი კი მიწოდების შეფერხებითა და გაყიდვების მოცულობის შემცირებითაა განპირობებული. კომპანიაში ასევე ამბობენ, რომ კონფლიქტის გავლენა იგრძნობა ყველაფერზე, დაწყებული საწვავის და ტრანსპორტირების ხარჯებით, დამთავრებული საღებავითა და სხვა მასალების ფასით, რომლებიც ავტომობილების წარმოებაში გამოიყენება. სამაგიეროდ ჰიბრიდულ ავტომობილებზე მოთხოვნა გაიზარდა ამერიკის ბაზარზე. კვლევითი კომპანია Motor Intelligence-ის მონაცემებით ახლო აღმოსავლეთში დაწყებული კონფლიქტიდან 2 თვეში ჰიბრიდების გაყიდვები 37%-ით გაიზარდა და მაჩვენებელი მნიშვნელოვნად აჭარბებს მთლიანი ავტობაზრის ზრდის ტემპს. ანალიტიკოსების შეფასებით, ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტით გამოწვეული საწვავის მკვეთრი გაძვირების ფონზე ამერიკელი მომხმარებელი არჩევანს ჰიბრიდულ ავტომობილებზე აკეთებს. ამერიკის საავტომობილო ასოციაციის მონაცემებით აპრილის ბოლოს ბენზინის ფასმა $4 გადააჭარბა, რაც 4 წლიანი მაქსიმუმია. აღსანიშნავია, რომ საწვავის გაძვირების მიუხედავად მომხმარებელთა ინტერესი სრულად ელექტრომობილების მიმართ მაინც დაბალი რჩება.